მოგესალმებით, შემოძირფასება და პირველ რიგში მინდა მადლობა მოგიხადოთ ყველას არხის გამოწერისთვის, კომენტარებისთვის განსაკუთრებული მადლობა, ვისაც არ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ. დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო ცოტა რაღაც თვით შემეცნებასთან დაკავშირებით, როგორი პიროვნება ხართ თქვენ, ხო? თვით როგორ ჩავიხედოთ საკუთარ თავში, ხო? როგორი პიროვნება ხართ, როგორ გხედავთ სამყარო და თავად როგორი პიროვნება ხართ. დავამატოთ შემდეგ ერთი კითხვაც. სხვები როგორ გხედავენ თქვენ, მე მგონი საინტერესო იქნება. გავაკეთოთ ორ ვარიანტზე, მე დავიწყებ, თქვენ მოიფიქრეთ ვარიანტი, მოვამზადებ მე დასტას და ვნახოთ სამყარო როგორ გხედავთ, თქვენ თვითონ როგორი პიროვნება ხართ და სხვები როგორ გხედავენ ამას, სხვები როგორ პიროვნებად აღგიქვამენ და გხედავენ. მოდი ვნახოთ. მაშასე, მე გადავდებ მეორე ვარიანტს და დავიწყოთ პირველი ვარიანტით შემოძვიფასებო. პირველი ვარიანტი ვინც ჩაიფიქრა. სამყარო როგორ პიროვნებად ხედავთ თქვენ. როგორ პიროვნებად ხედავთ სამყარო ამ მომენტისთვის თქვენ, ნახოთ. როგორ პიროვნებად ხედავთ სამყარო ამ მომენტისთვის თქვენ. შემოძვიფასებო, მინდა გითხრათ, რომ თქვენს შინაგან სამყაროში რაღაც ცვლილებები მიმდინარეობს. ცვლილებები და რაღაც ტრანსფორმაციის არკანი და უზენაესი სამსჯავრო. თითქოს სამყარო გხედავთ ისე, რომ რაღაც შინაგანი ბლოკებიდან გამოხვედით, შემოძვიფასებო. შინაგანი ტრანსფორმაცია განიცადა თქვენმა როგორ გითხრათ, ცნობიერების ცვლილება ხდება თქვენს თავში ამ მომენტისთვის, თქვენს ცხოვრებაში შინაგანი ცვლილება ხდება. ადრე თუ იყავით რაღაც, არ ვიცი, იყო რაღაც შემბოჭველი ფაქტორები თქვენს ცხოვრებაში, ხო? ახლა ყველაფერი როგორც მკვდრეთით აღდგომის ახლიდან დაიბადეთ, თითქოს ახლიდან დაიწყო თქვენი ცხოვრება, ახალი ფურცლიდან. საკმაოდ რაღაც არ არის გამორიცხული, რომ შესაძლებელია რაღაც მინიშნებები მოგივიდათ თქვენ, რაღაც ისეთი ინფორმაცია ან მოისმინეთ, ან უსმენთ, რომ ეს ყველაფერი თქვენს ცნობიერებაზე დადებითად მოქმედებს და სამყარო ამას მოგიწოდებთ და გეუბნებათ კიდევაც, რომ სწორ გზასად გახართ და გააგრძელეთ ასე, უნდა შეიცვალოს ყველაფერი, ხო ყველაფერი იცვლება. აღარ უნდა იყოთ აი ასეთ მდგომარეობაში, რომელიც შინაგან შიშებში, ბლოკებში, თუ არ ვიცი, ეს შესაძლებელია ზოგისთვის შინაგანი ბლოკები იყოს, ზოგისთვის რეალური ფაქტორები, რაღაც ბლოკები, ხო, რომელიც მარწუხები, რომელიც არ გაძლევთ მოქმედების საშუალებას, არ გაძლევთ იმას, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვალოს და სწორედ სამყარო ახლა თქვენში ხედავს ზუსტად უკვე იმ პროცესის, უკვე დაწყებულია ეს პროცესი, რომელიც უკვე მიდის იქითკენ, რომ იცვლება თქვენი ცნობიერებაც, თქვენი შინაგანი სამყარო და გაახლებისკენ მიდის ყველაფერი, გაახლებისკენ და იმისკენ, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს. რომ იტყვიან, არ არის გამორიცხული წყალი, ქონდათ რაღაც სირთულეები ცხოვრებაში, ქონდათ მძიმე ცხოვრება, ხო, შესაძლებელია ზოგიერთ ყოველს სხვადასხვა რაღაც პრობლემების წინაშე შეიძლება ყოფილიყავით წარსულში, მაგრამ ახლა უკვე გამოდიხართ და ცდილობთ, რომ ყოველ შემთხვევისთვის შეცვალოთ თქვენი მიდგომები, თქვენი შეხედულებები, თქვენი ცხოვრება შეცვალოთ ერთი სიტყვით, აი ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ძალიან კარგი და ძალიან სასიხარულო. ნახოთ მომდევნო კითხვა. ნახოთ, სხვები როგორ გხედავენ. თქვენ სხვები როგორ გხედავენ პირველ ვარიანტს, ვინც პირველი აირჩია. სხვები როგორ გხედავენ. სხვები როგორ გხედავენ. აი ეს როგორი მომენტია შემოძვიფასებო. სხვებიც ხედავენ იმას, რომ რაღაც იცვლება თქვენს ცხოვრებაში, რაღაც იცვლება, მაგრამ ჯერ კიდევ თქვენში თითქოს ხედავენ რაღაც მერყეობას, იმას, რომ რაღაც თითქოს მაინც თქვენს თავში ჯერ კიდევ ბოლომდე დარწმუნებული არ ახართ. აი ამას სხვებიც თითქოს ხედავენ. შესაძლებელია, იცით რა არის, ეს შესაძლებელია ვერ ამჩნევენ ამას. იმას, რომ თქვენში, თქვენს შინაგან მეში უკვე დაიწყო რაღაც პროცესი. ასევეც ზოგიერთი შესაძლებელია იმასაც ხედავს და ამჩნევს, რომ ცდილობთ რაღაც დააბალანსოთ, რაღაც შეცვალოთ, ხო, შეცვალოთ, გამოხვიდეთ იმ რთული სიტუაციიდან. ნუ ხედავენ კი, რომ მაინც და მაინც, რომ თქვა, გახსნილ პიროვნებად ვერ გხედავენ, თითქოს მაინც თავს არიდებთ, ხო, რაღაც ურთიერთობებს, კომუნიკაციას, მაგრამ
თქვენი ასე ვთქვათ, ვინც თქვენთან გარშემო ვინც არიან, ხო? მაინც ხედავენ, რომ რაღაც პროცესი თითქოს უკვე დაწყებულია და დაწყებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე თქვენს თავში, ასე ვთქვათ, ჯერის ძალა ჯერ კიდევ არ გაქვთ ნაპოვნი. ჯერ კიდევ რაღაცას ყოყმანობთ და რაღაც არ ვიცი ეს რას ეხება, ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ის, რომ რაღაც წარსულში, არ ვიცი რა მოგიხდათ შეუმძვრფასებო, რა ცხოვრება გაიარეთ, მაგრამ თითქოს ჯერ კიდევ არ გაქვთ ბოლომდე ჩამოყალიბებული გეგმა სამოქმედო, რას გააკეთებთ და როგორ გააკეთებთ და ამ ყველაფერს, ასე გხედავენ ყოველ შემთხვევისთვის თქვენი გარემოცვა, თქვენი გარშემომყოფები, ახლობლები, ხო? რაღაც პროცესი არის დაწყებული მათ თვალში, მაგრამ ბოლომდე მაინც არ არის გარკვეული მათთვის თქვენი სამოქმედო გეგმა. აი ასე გხედავენ ერთი სიტყვით და ასე გიყურებენ პირველ ვარიანტს. ვნახოთ თქვენ როგორ გრძნობთ თქვენი შინაგანი, როგორი ხართ თქვენ, როგორ გრძნობთ თქვენს თავს, როგორ უყურებთ. სამყარო უკვე თulis, რომ უკვე რაღაც პროცესი დაიწყო, ხო, რაღაც დაწყებულია, რაღაც ტრანსფორმაციის პროცესი. ვნახოთ თქვენ როგორ თქვენი შინაგანი მდგომარეობა როგორია და როგორ ხედავთ თქვენს თავს, როგორ ხედავთ. აი კი, წეგანაც ვთქვი, ჯერ კიდევ, ახლობლებიც ამას ალბათ ხედავენ და თქვენი გარშემომყოფები ხედავენ, რომ რაღაც სიჭუმეში ხართ ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში ხართ, შემოძვირფასებო. ჯერ კიდევ დაკიდებული კაცი და ნახეთ ორიანი კვერთხი, ჯერ კიდევ და სამყაროს არკანი, ორიანი, არ ვიცი, ჩემო კარგებო, ეს რას ეხება, მაგრამ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება და ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია ძალიან ბევრთან, იქნება პირად ურთიერთობაში პრობლემებთან დაკავშირებით. რაღაც მიჯაჭვულობიდან ცდილობთ თითქოს, რომ რაღაც მიჯაჭვულობიდან და არ ვიცი, ტოქსიკური ზოგიერთისთვის შესაძლებელია, ძალიან ბევრთან არა, მაგრამ რაღაც ნაწილთან შესაძლებელია იყოს, რომ ურთიერთობა, რომელიც ამ მომენტისთვის შესაძლებელია რაღაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, აი ამ ურთიერთობიდან გამოსვლა გინდათ და აი ამაზე ფიქრობთ და ამაზე ძალიან ბევრს ნერვიულობთ და ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში ხართ და გაურკვევლობაში ხართ. ჯერ კიდევ შეიძლება არ გაქვთ ბოლომდე ჩამოყალიბებული ის გეგმა, რას გააკეთებთ, როგორ განახორციელებთ, მაგრამ პროცესი უკვე დაწყებული გაქვთ, ფიქრის პროცესი უკვე დაწყებულია და პროცესი ის, რომ შინაგანად იცით, როგორ გრძნობთ თქვენ თავს, თქვენ როგორ ხედავთ, თითქოს უმწეო მდგომარეობაში ხედავთ საკუთარ თავს. საკუთარ თავში თითქოს გეპარებათ ეჭვი, საკუთარ თავში არა, საკუთარ ძალებში უფრო სწორი იქნება, რომ თქვა, საკუთარ ძალებში თითქოს გეპარებათ ეჭვი, მაგრამ შემოძვირფასებო, სამყარო ნამდვილად მოგიწოდებთ იმას, რომ უკვე პროცესი დაწყებულია და ხართ, ასე ვთქვათ, მსხვერპლის როლში, ხო? იმყოფებით თითქოს საკუთარ თავს მსხვერპლის როლში წარმოიდგენთ თქვენი ხედვა, თქვენ როგორ გრძნობთ და როგორ აღიქვამთ, ხო, თქვენ თავს. საკუთარ თავს აღიქვამთ მსხვერპლის როლში და ასე ვთქვათ, თითქოს გიჭირთ რაღაც გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ პირიქით თქვენ არ ხართ მსხვერპლი, უბრალოდ უნდა სიტუაციას შეხედოთ გვერდიდან. მესმის, რომ ძალიან ადვილია ესე ლაპარაკით, ხო? მარტო შეხედე გვერდიდან, რას ნიშნავს შეხედე გვერდიდან, უბრალოდ როგორ გითხრათ, ნახეთ და განდეგილი სარკანი დასტის ძირზე, ხუთიანი თასი, არ ვიცი რატომ, მაგრამ თქვენ აუცილებლად იპოვით გამოსავალს. ჯერ უბრალოდ შესაძლებელია ფიქრობთ, რომ ჯერ ყველაფერი კარგად უნდა მოიფიქროთ, რა როგორ გააკეთოთ, ხო, გეგმა საადგენთ შეიძლება, სხვანაირად ადარებთ სიტუაციებს, ადარებთ საკუთარ თავს, როგორი ხართ ახლა და როგორი იყავით წარსულში, ხო, და შესაძლოა კიდევ იმას, როგორ იქნებით, ხო, რა მოყვება ამ ყველაფერს, ხო? არ ვიცი, პროცესი თქვენს პირველ ვარიანტს შემოძვირფასებო დაწყებული გაქვთ ფიქრის პროცესი და ტრანსფორმაციის პროცესი, შინაგანი ცვლილების პროცესი. შინაგანად იცვლით ყველა აზროვნებას, არ ვიცი, ნამდვილად აი ნახეთ, დაკიდებული კაცი განათებული აქვს, უკვე პროცესი მიმდინარეობს, სხვანაირი ფიქრის პროცესი. მოდით შევავიკითხოთ.
რჩევა თქვენთვის პირველი ვარიანტისთვის რჩევა. ნახეთ, რჩევა. ტუზი პენტაკლი, შემოძვირფასებო სამყარო გაძლევთ შანსს. სამყარო გაძლევთ შანსს დასტის ძირზე ხმლის დედოფალი და რა ქვია, კოშკის არკანი. სამყარო გაძლევთ შანსს, რომ დაასრულოთ ის, რაც ძველია, ნეგატიური, დრო მოჭმული, დროა ყველაფერს დაუსვათ წერტილი და ნუ გაყოფმანოთ. თუ თქვენ არ დაასრულებთ თქვენი ნებით, ხო? ამას სამყარო გააკეთებს და შესაძლოა უფრო მტკივნეულიც აღმოჩნდეს შემდეგ თქვენთვის ეს პროცესი. ანუ თუ გააჭიანურებთ იმას, რაც უკვე დაწყებულია, ხო, რა პროცესიც უკვე დაწყებულია, მაგრამ მე აქ მიჩვენებს იმას, რომ უკვე დაწყებული გაქვთ ეს შინაგანი ცვლილებები, უკვე პროცესი უკვე დაწყებულია და თქვენი ცნობიერება უკვე იცვლება, შემოძვირფასებო და ეს ძალიან კარგია. უბრალოდ რჩევა არის ის, რომ ეს სამყაროსგან ბოძებული, აი ეს ნაპერწკალი, ეს შანსი გამოიყენოთ. რჩევა არის ეს, შემოძვირფასებო. მადლობა, პირველი ვარიანტი. ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ, ძალიან მაინტერესებს, რამდენად რეზონირდა თქვენთან. და რა პროცესებში აქვს საუბარი და რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, გამომეხმაურეთ, შემოძვირფასებო, მადლობას მოგახსენებთ. მე გადავდებ პირველ ვარიანტს და ვნახოთ მეორე ვარიანტი. მოდი დასტასაც შევცვლი და რატომღაც მინდა რომ გრიგორის კოდის ტარო გამოვიყენო. მეორე ვარიანტი, იფიქრეთ საკუთარ თავზე, კონცენტრირდით და ვნახოთ, როგორ ხედავთ სამყარო თქვენ ამჟამად. შემდეგი კითხვა, სხვები როგორ ხედავენ და თქვენს თავს თქვენ თვითონ როგორ ხედავთ, ხო? და ბოლოს ვიკითხოთ რჩევაც. ეს არის თვითშემეცნების, გაშა თვითშემეცნებაზე, ასე დავარქვათ, საკუთარი თავის აღმოჩენა. აღმოაჩინე საკუთარი თავი, შემოძვირფასებო, აღმოაჩინეთ საკუთარი ძალები. მაშინ ასე ვნახოთ მეორე ვარიანტი. სამყარო როგორ ხედავთ ამ მომენტისთვის მეორე ვარიანტს. ხო, შემოძვირფასებო, დასტა შევცვალეთ და ნახეთ სამყარო როგორ ხედავთ. მუდმივ კონფლიქტში საკუთარ თავთან, შიშებში, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებულია ურთიერთობასთან, შემოძვირფასებო. იცით როგორი მომენტია სამყარო ხედავთ ამ მომენტისთვის. ხედავს თქვენს შინაგან კონფლიქტს, მუდმივად შესაძლებელია ძალიან გახსნილი და პოზიტიური პიროვნება ხართ დასტის ძირზე, მზის არკანი მაქვს, ნახეთ, ბავშვივით ლაღი. შესაძლებელია სუფთა ბუნების პიროვნება ხართ, რომელიც როგორ გითხრათ, იცით, ძალიან ბავშვური, მინდობი, სიახლეებისთვის გახსნილი, მაგრამ ამავე დროს შესაძლებელია სწორედ აი ამ თქვენი ბავშვური ბუნების წყალობით, შესაძლებელია ძალიან ბევრი ბრუდად სარგებლობს, ძალიან ბევრი ცუდად იყენებს და ამიტომ გული გაქვთ ნატკენი და მუდმივად შესაძლებელია შინაგან კონფლიქტებში ხართ იმის გამო, რომ თქვენ ხართ ასეთი სუფთა და რატომ ხდება თქვენს ცხოვრებაში ის, რომ ყველანი გულს გტკენენ, რომ დაუმსახურებლად თქვათ რაღაც სირთულეებს აწყდებით, პირად ურთიერთობა იქნება ეს თუ ახლობლებთან ურთიერთობა თუ კონფლიქტი, ერთი სიტყვით რაღაც მუდმივად რაღაც შინაგანი კონფლიქტები ხდება და რაღაც შინაგან ბრძოლებში ხედავთ სამყარო ამ მომენტისთვის მეორე ვარიანტს, შემოძვირფასებო. ძალიან ბევრი შესაძლებელია იმ თქვენი ბავშვური ბუნების და გახსნილობის გამო და ძალიან იმის გამო, რომ ძალიან ემოციური პიროვნება ხართ, თასის დედოფალი ამოვიდა აქ, შესაძლებელია ძალიან ბევრი გულისწყენა გაქვთ და ზოგში ძალიან ბევრჯერ შაგატყეს დანა, ასე ბრჭყალებში ვიტყვი, გადატანითი მნიშვნელობით, ხო, ძალიან ბევრი ტკივილი მიიღეთ დაუმსახურებლად, ასე ვთქვათ. ნუ ასე გხედავთ ყოველ შემთხვევაში სამყარო. ნახოთ აბა სხვები როგორ ხედავენ თქვენ ამ მომენტისთვის, რა ხდება ამ მომენტისთვის. სხვების თვალით დანახული მეორე ვარიანტის წარმომადგენლები როგორები არიან. როგორ ხედავენ სხვები. ნახეთ, ამოვიდა ორიანი ხმალი, შემოძვირფასებო. ორიანი ხმალი. შემოკარგებო, იცით რა არის, როგორ ხედავენ სხვები. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან ბევრი ფიქრობს იმას, რომ
ერთი წუთით დავაზუსტებ. ნუ აქ ხედავთ, იცით როგორი მომენტია? ძალიან ბევრისთვის თქვენი შესაძლებელია ცხოვრება, თქვენი ცხოვრება რაღაც განსჯის საგანია და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი, ვინც არ ვიცი, ურთიერთობას, თქვენს პირად ცხოვრებას განიხილავს და შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად თქვენი ეს რაღაც მშვიდი ბუნებისა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა მუდმივად ცდილობთ რაღაც გაწონასწორებაც მაინც და ცდილობთ, რომ რაღაცა შეინარჩუნოთ სიმშვიდე თქვენს ცხოვრებაში, არის რაღაც რთული მომენტები, რომელიც შესამჩნევი ხდება ეს სხვისთვის, ხო? შესაძლებელია, არ ვიცი, მეორე ვარიანტი, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ებღაუჭებით თითქოს შიში გაქვთ იმის, რომ არ დაკარგოთ თქვენთვის ძვირფასი, არ ვიცი ეს პიროვნება იქნება თუ რაზეა საუბარი, მაგრამ გარშემომყოფები ამ ყველაფერს თქვენს შიშებს ხედავენ და იმას, რომ თქვენს განცდებს, რომ გეშინიათ რაღაცის დაკარგვის და შეიძლება ითქვას, რომ ის რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში, ამას არ მინდა ამის თქმა, მაგრამ შესაძლოა ამბობენ იმასაც, რომ იმსახურებს იმას, რაც მის ცხოვრებაში ხდება, იმის გამო, რომ გიჭირთ რაღაცნაირად დათმოთ თქვენთვის, ანუ დათმოთ ის, რაც ტკივილს გაყენებთ, ხო, რაც ტკივილს გაყენებთ, იმის დათმობა გიჭირთ და აი ამ ყველაფერს ხედავენ იმას, რომ რაღაც მომენტში გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ჩემო ძვირფასებო. ცოტა არ იყოს როგორი მომენტია აქ, იცით? კი სხვათა შორის როგორც უკვე ვთქვი, ძალიან თქვენი გარშემოყოფები განიხილავენ, არ ვიცი, თქვენს ცხოვრებას და შესაძლებელია იმის გამო, რომ ნახოთ ერთი წუთით. კი, აქ აი იცით როგორი მომენტია, გიჭირთ რაღაც გადაწყვეტილების მიღება, ებღაუჭებით იმას, რაც ტკივილს გაყენებთ და მუდმივად რაღაც შიშებში და შფოთვებში ხართ. არ ვიცი, სტაბილურობის დაკარგვის გეშინიათ თუ პიროვნების დაკარგვის გეშინიათ, მაგრამ გარშემოყოფები ამ ყველაფერს ხედავენ, რომ აი ებღაუჭებით რაღაც ისეთს, რაც ტკივილს გაყენებთ, ჩემო ძვირფასებო. ანუ ეს ყველაფერი შესამჩნევი ხდება გარშემოყოფებისთვის. კი, იცით რა არის, ძალიან მეოცნებე პიროვნებად გხედავენ, მეოცნებე პიროვნებად 7-1000 გარშემოყოფები. პიროვნება, რომელიც თითქოს ღრუბლებში დაფრინავს, თითქოს რეალურად ვერ აფასებს სიტუაციას და რეალობას, რა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია თქვენს გარშემო იყვნენ, ხო, პირები, ვინც გაწვეთებენ, რომ აი ესეა, თითქოს არ გინდათ იმის მიღება, იმ დარიგების თუ იმ რაღაც რჩევის, არ ვიცი, მიღება თითქოს არ გინდათ და მაინც თქვენს ოცნებებში დაფრინავთ. აი აქ ასეთი მომენტია, ესე გხედავენ ყოველ შემთხვევისთვის თქვენი გარემოცვა და თქვენი ის ხალხი, ვისთანაც გიხდებათ ურთიერთობა. მოდი ნახოთ, თქვენ როგორ ხედავთ თქვენს თავს, როგორ გრძნოთ და შინაგანად რას გრძნოთ თქვენ. მეორე ვარიანტი. თქვენ როგორ ხედავთ საკუთარ თავს და თქვენ როგორ გრძნოთ საკუთარ თავს, რა ხდება თქვენს თავს, როგორ აღიქვამთ, ხო? ნახოთ. რატომაც არ ვიცი, მაგრამ თითქოს აქაც რაღაც არკანები, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შევცვალე, აქაც მეორდება, არ არის გამორიცხული, პირველმა ვარიანტმა გააგრძელა ყურება, ხო? თქვენ როგორ ხედავთ თქვენს, ასე ვთქვათ, თავს? თითქოს მიზანთან ახლოს ხართ, თითქოს რაღაც მიზანი, რომელიც ასე ვთქვათ გაქვთ, ხო? თითქოს უკვე დაწყებული გაქვთ იქითკენ სვლამ და ცდილობთ, რომ ყოველ შემთხვევისთვის თქვენი თავის პოვნას ცდილობთ ერთი სიტყვით. კი გიჭირთ ამის გაკეთება და მუდმივად რაღაც წარსულის მოგონებებში ხართ, წარსულის
რაღაც ზეგავლენებში ხართ, ნოსტალგიური რაღაც ნოსტალგია გაქვთ თითქოს რაღაც წარსულთან დაკავშირებით და შიშები, ხო, შიშები, მაგრამ თითქოს უკვე დაწყებულია თქვენთანაც ის პროცესი, რომ ის რაც ტკივილს გაყენებთ დაუსვათ წერტილი და ახლიდან დაიწყოთ ყველაფერი, ახლიდან დაიწყოთ, იმიტომ რომ სამყაროს არკანია, სამყაროს არკანია, პასუხისმგებლობას იღებთ თითქოს საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ თავზე, ფორტუნას ბორბალი ნახეთ და უკვე გააზრებული გაქვთ თქვენს ის, რომ რაც ტკივილს გაყენებთ, უნდა დაასრულოთ და მოიშოროთ. თითქოს თქვენს უკვე ეს პროცესი რვიანი კვერთხი ნახეთ როგორია, უკვე დაწყებულია ეს პროცესი, უკვე მიზანს მოხვედრილია, ნახეთ თითქოს არ ვიცი, ინფორმაცია, რომელსაც შესაძლებელია ისმენთ, შესაძლებელია უსმენთ რაღაც ისეთ ფსიქოლოგიურ რაღაც არ ვიცი კონსულტაციებს, რომელმაც უკვე მოქმედება დაიწყო ამ ყველაფერმა და თქვენმა ფიქრებმა, ასე ვთქვათ, თქვენი შინაგანი მდგომარეობაც უკვე განწყობილი ხართ იმისკენ, რომ რაღაც შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში და სამყაროს არკანი ნახეთ უკვე თითქოს მზად ხართ უკვე იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრებაზე თქვენ აიღოთ პასუხისმგებლობა და ბედის ბორბალი დაატრიალოთ და აი ამ შიშებიდან, რომელიც შესაძლებელია გაქვთ და შინაგანი კონფლიქტები, ხო, შინაგანი კონფლიქტები, ასევე შიშები იმის რა იქნება მომავალში, უკვე ცდილობთ, რომ ეს ყველაფერი თქვენში დათრგუნოთ და ის მერყეობა, მაიდასტის რძე ისე მზის არკანი ამოვიდა. რაღაც თქვენში, თქვენს ასე ვთქვათ, ცნობიერებაში რაღაც უკვე ნაპერწკლები იმის, რომ ნათება გონების უკვე დაწყებულია შემოძვირფასებო და ფიქრობ, რომ უკვე ნახეთ ტუზი, კვერთხის ტუზი, უკვე რაღაცნაირად თითქოს იმზადებით, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება და უკეთესობისკენ წაიყვანოთ, ხო? ყოველ შემთხვევაში ამის განცდები, უკვე შინაგანი განცდები გაქვთ კი. ნახეთ რვიანი პენტაკლი, შემოძვირფასებო რვიანი პენტაკლი. ძალიან საინტერესოა ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესოა თქვენი შინაგანი, ყოველ შემთხვევაში თქვენი შინაგანი განცდები ასეთია, რომ უკვე ფიქრი უკვე დაწყებული გაქვთ თქვენს და მოქმედებაც ერთი სიტყვით. აი ასეთი იყო, გამომეხმაურეთ შემოძვირფასებო, გამომეხმაურეთ, ძალიან მაინტერესებს როგორ რეზონირდა პირველი და მეორე ვარიანტი თქვენთან. მადლობა და ნახვამდის.